სალამომშვიდობის, უпроსტოდ გამომშვიდობის 12 ნახევარია რა მოკლედ. ხო და დამაგვიანდა, უпроსტოდ კი არ დამაგვიანდა, დამავიწყდა საერთოდ ვიდეოს გადაღება და მოდით დაგაყენოთ აქ. ესეთებიც ხდება ხოლმე, როცა რაღაც საქმეში ვარ გართული. რაღაცნაირად გამომრჩა და მე სადაც რო ავხედე, მეთქი დღეს ვიდეო არ გადამეღია თუ სულოვნები, შენც რატო არ შემახსენეთ ხო უსაყვარლია თვითონ დამავიწყდა. ხო და მოკლედ აი ესე ხო ხვალისთვის მოვამზადე სადილი. ისა თარაძნელია როცა 6-ის მერე არაფერს არ ჭამ, მოკლედ თელი 6 ხო რა ესე 5 საათი 4-5 საათი რა ხო ანუ უკვე ისეთი ის არის და სადილს რომ ამზადებ ეს სუნებიც რო გცემს ძნელია თავისთავად მაგრამ სხვა გზა არ არის მოკლედ თავს ვაიძულებ იმიტომ რომ ძალიან არ მომწონს ის რასაც ხედავ როგორც გამოვიყურები მოკლედ ახლა ზოგისთვის შეიძლება კარგიც იყოს ესეთი წონა და ზოგ შეიძლება მოწონდეს კიდევაც მაგრამ ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი მე მაპატიეთ თუ ვინმეს რაღაცნაირად იმაშვები მე თვითონ ანუ თავს ვევგზნობ ამ წონაში კომფორტულად არც მოდი პირდაპირ ვიტყვი არც ზოგ შეიძლება მოსწონდეს ის ფორმები და რაღაცა მაგრამ მე მაღიზიანებს აი ნერვებს მიშლის და სასტიკად არ მომწონს ესეთი რაღაცა მე აი როგორი ისა მაქვს იცით აი ყოველთვის ესეთი მომწონდა ანუ სხვა ადამიანებიც და საკუთარი თავის შესაბამისად ესეთი ვიყავი ანუ თხელი რო ხარ აი ანუ ასე ვთქვათ, კერდიც რომ აი როგორ გითხრათ, ძალიან ვარ ყვირის და არც მოკლედ სხვა ფორმები, აი ზომიერი რო ხარ რა, აი ძალიან ისე და ტანისამოსიც გემრიელად რო ზის ტანზე და არა ისე რაღაცა არ ვიცი რა მოკლედ ეს არის კატასტროფა რა ჩემთვის. დილას გავიღვიძე ხერხემლის ტკივილით, იმიტომ რომ ცუდად ვიწექი ამ დღეებში რაღაცა რა ვიცი ცოტობა წონაზეც არის რა ცოტა რომ კლებულობს ორგანიზმი უკვე მეტი ისა მაქვს რა გასაქანი მოძრაობის ძილში ვთქვათ რომ სხვა დროს ისე დავიძინებდი ან ერთ გვერდზე ან მეორე გვერდზე ან გულაღმა ან რაღაცა ეხლა ეთყობა უფრო მეც მოძრაობს წელში და როგორც ჩანს ალბათ ამ მოძრაობის დროს რაღაცა ცუდ პოზაში და ასე ვთქვათ გავჩერდი და აი ეს კისრის არე მოკლედ კაკავებული ვით მაგ თელი დღე რა მომამზადე ხა ხვალისთვის დღეს ამოვიტანე მოკლედ ქათმის ბარკალი ღვიძლი ციციბურა, კვერცხი და მომამზადე ციციბურა, მთლიანად მომამზადე, მაგის ნერვები არ მაქვს, ყოველ დღე თუ ორ დღეში ერთხელ მოკლედ ცალ-ცალკე ვხარშო მრჩევნია იყოს და მაცივარში იქნება და გავათბობ ხოლმე და ისე მივირთმევ. ხო, ნაკლები ისიც იქნება და მეტი დრო დამრჩება სხვა რაღაცეებისთვის, მაგალითად ვარჯიშისთვის. ვითომ და ეხლა არაფერი ხო, მაგრამ რომ დაუკვირდა ეხლა დიასახლისები უფრო მიხვდებიან რაზე მაქვს საუბარი. დღეში ხო, ეხლა საერთოდ ნორმალური ადამიანები სამჯერ იკვებებიან, ხო? ჩვენ ხო არანორმალურები ვართ დღეში ორჯერ. მაგრამ იმ ორჯერ მომზადებას, სადილის მომზადებას ის დრო ხო უნდა, ანუ სანამ ეგრეთ წოდებული პლიტასთან არ იტრიალებ, ხო? ანუ მომზადებას დრო უნდა. ну minimum ესე 20-30 წუთი და მაქსიმუმ 1 საათი ხო? ну ის 1 საათიც ხო დროა. ხო თან მე თუ ვთქვათ ისეთ სადილს ამზადებ არა 1-8 და ვთქვათ აი როგორც ციციბურა ცალკე და ისა თან თუმეტეს მე 1 კამფორი რომ აქვს ხო ხდებით დრო უფრო მეტი მეხარჯება და შესაბამისად გამოდის რომ მთელი დღე ვატარებ ხოლმე სამზარეულოში და ახლა ესეთი ლაიფჰაკი მოვიფიქრე რომ გავაკეთო რა ესე 2 დღეზე 3 დღეზე თუნდაც და
ხა მაცივარი ზუსტად მაგ პერიოდში ანუ უძლებს რა პროდუქტი მაცივარში. ზოგს გონია რომ მაცივარში შეიძლება მუდმივად ინახებოდეს რაღაც, მაგრამ ესე არ არის. სამწუხაროდ. თუმცა საყინულეში კი ბევრი რაღაცის შენახვა შეიძლება დიდი ხნით, მაგრამ ეხლა ესეთ სადილს საყინულეში ვერ შედგავ. ეხლა უმითუად ვთქვათ რაღაცა კი. მოკლედ ესე დავზოგე დრო და ხო, ჩემმა მეზობელმა ესეთი ყვავილი მაჩუქა, ეხლა გადასარგავია, იმიტომ რომ ისა ძალიან მსუბუქი ქოთნები რო ხო იცით რომ იყიდება და ეს ფოთლებიც გასაწმენდია, მოკლედ უნდა გავრეცხო, გავწმინდო, კარგად გადავიტანო სხვა ქოთანში. მომწონს ეს მცენარე სხვათა შორის. ძველ მისამართზე მქონდა ესეთი, მქონდა ის გრძელი ღეროები მქონდა უფრო დეკაბრისკა თუ რავი რაღაც. მიკარნახეთ კომენტარში რა ქვია ამ მცენარეს, იმიტომ რომ მე ზუსტად არ მახსოვს, ანუ დეკაბრისტი თუ ნუ მოკლედ. ხო და კიდე ეს ხომ მაჩუქა და ეს მომაბარა, ანუ პატარგალა, ის სითბო უყვარსო და ეს არ ვიცი მე ჩემ იმაზე ვუთხარი რომ მაჩუქა ისინი და მეთქი გამიხარდა რომ ფოთოლი ამოუვიდა მეთქი და რაღაცა და მე რაღაცა დაემართა თქო და რომ გამიფუჭდეს მეთქი ანუ თუ გაფუჭდება და გაფუჭდესო რა ვქნო. ანუ იმიტომ მომცა რომ ჩვენთან უფრო ის არის რა მოკლედ თვითონ სახში არ არის ხოლმე და შესაბამისად გათიშულია ყველაფერი და ცივა. თან შუშაბანში უდგას ყვავილები და ნუ მოკლედ რომ არ გაფუჭდესო, სითბოში იყოსო და ნუ კარგი მეთქი. ასე რომ აი ესე ეხლა მაცივარზე იქნება ეს. ამას უკვე ფესვები გამოუვიდა. ფესვები აქვს, უკვე კარგად დიდი ფესვები აქვს და გადავსვა მერე, ოღონდ ეხლა არა. თუმცა დიდი დროც არ დარჩა, რა დარჩა გაზაფხულამდე. სოსო სათხარ? ხო და მიქით გახედე სოსო ვერ დავინახებთ სად არის თქო. გაზაფხულამდე რა დარჩა, მოკლედ ახალწლებმა ჩაიარა, ის გარე განათებაც უკვე გათიშულია. ეხლა დარჩა თებერვალში ჩემი დაბადების დღე 21-ში და მე უკვე მარტი იქნება, ანუ თებერვალიღა დარჩა. მეგობრებო, ძალიან სწრაფად გაიარა. მიხარია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რო წონაში რო ჩავდგები, ენერგიაზეც მოვალ და ასე ვთქვათ, ვინც მიხვდა და დიდი მადლობა ვინც ესეთი მიხვედრილია, რომ ფიზიკურად მე ვერც მოახერხებდი ვერაფრის გაკეთებას, სანამ ასე ვთქვათ, ფორმაში არ ჩავდგები. იმიტომ რომ ჩემთვის მორთმეული სამსახურები ახლა ისეთი არ არის, რომ მე მაგალითად ფეხზე გადავიდო და ისეთი სამსახური მქონდეს. ანუ თუ იქნება რაღაცა სამსახური, იქნება თავისთავად ფიზიკური დატვირთვით. ან ნაწილობრივი ფიზიკური დატვირთვით, ასე რომ სადაც სახლში მიჭირს, ასე ვთქვათ, მშვიდ პირობებში, გარემოში რაღაცის გაკეთება, წარმოიდგინეთ, როცა ვალდებულება გაქვს, როგორ იქნები. შეიძლება გავშიკო ფეხები, მოკლედ ესეთი ამბები და გაზაფხული მოვა ჩემ გულშიც და ასე ვთქვათ, ავმუშავდები, ავმოქმედდები და რაღაცა იქნება. ხო და თავარი კიდე მიზნად რაც მაქვს დასახული, ეს არის იოგას ვარჯიშები, იმიტომ რომ ერთადერთი მაგ მეხმარებოდა. კი, ახალგაზრდობაში მაინც სხვა არის, ახალგაზრდა როცა ხარ, მაინც ორგანიზმი სხვანაირად მოყვება, მაგრამ რა ვიცი, ვფიქრობ, რწმენაც არ არის ცოტა საქმე, იმიტომ რომ რისიც გჯერა, საერთოდ ისეა და ხა მე თუ ჩემი თავი დავაჯერე იმაში, რომ ასაკი რახან არის, ამის გამო შეიძლება ესე იყოს და შეიძლება მართლა ძალიან უკან დავხიო ჩემი თავი. ამიტომ მოდით დავიჯერებ, რომ საერთოდ არ მომატებია ასაკი და ასე ვთქვათ, შემიძლია და ვივარჯიშებ, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ჯერჯერობით.
ხო, იმიტომ რომ არ მინდა ზედმეტი ენერგია დავხარჯო, რომ მე სისუსტე ვიგრძნო, თავში ვაჩვევ რა, ანუ იმ დოზით თუ იმ საათებით, ასე ვთქვათ, საკვების მიღებას. ერთი პერიოდი დაჟე იმას ვფიქრობდი, მახსოვს ძალიან კარგად, რომ ნეტა მეთქი არ არსებობდეს, ანუ საკვები საერთოდ მეთქი და არსებობდეს რაღაცა ესეთი აბი, რომელსაც გადაყლაპავ და ნუ თავს იგრძნობ, ანუ კარგად რა. ხო, მაგრამ ხა ვისაც ახლა უყვარს გემრიელობები, იმისთვის ძალიან კატასტროფული აზრია, ხო? თავისთავად ახლა ვერ წარმოიდგენს ესეთ რამეს, მაგრამ მე ესე ვუყურებდი ყოველთვის ამ საქმეს, რომ ასე ვთქვათ, დახარჯული დრო და ასე შემდეგ. ხა ვიღაცა იფიქრებს, ნუ აი რაღაცებისგან ხო შედგება ცხოვრება და რაღაცა სიხარულებისგან და ნუ ძალიან ბევრი რამე არსებობს. მაგალითად, როცა მოტივირებული ხარი დავუშვათ, ავიღოთ მაგალითისთვის ნიკოლა ტესლა, რომელიც მაგალითად ღამეში იძინებდა 3-4 საათი, რატომ? იმიტომ რომ და საჭმელზეც დიდ დროს არ ხარჯავდა, ანუ ძალიან ისე იკვებებოდა და მოკლედ თავისი იდეით იყო შეპყრობილი და ასე ვთქვათ, აი ამ იდეით სუნთქავდა და ანუ თავს კომფორტულად გრძნობდა აი ამაში და აი დაახლოებით ესეთი რაღაცა მეც მაქვს. ოღონდ ჩემს სფეროში რა თქმა უნდა, ეხლა მე ჩემს საქმიანობას რასაც ვაკეთებ ხოლმე გულით და სულით თავისთავად, აი ზუსტად დროც გამირბოდა ხოლმე ისე და არ მინდოდა ხოლმე დროის დახარჯვა იმ კვებაზეც, იმ დაძინებაზეც, რაღაცნაირად ესე ვიყავი რა, ანთებული ამ საქმისთვის და ძალიან კარგად მესმის ეს რა არის, ანუ ნიკოლა ტესლა რომ მოვიყვანე მაგალითად რა. ხო და სხვათა შორის ნიკოლა ტესლა კარგი ხანი იცოცხლა 90 წლამდე, თუმცა მგონი თავისი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლა, მგონი მოიშორეს, იმიტომ რომ რაღაცა იქ იყო ესეთი თეორიების შეთქმულების თეორია, უკუღმად ვამბობდი. ხო და ნუ ესეა საერთოდ რა, როცა ადამიანი რაღაც мотивация გაქვს, რაღაცა კი არა ძალიან ისეთი мотивация, რომელიც გაცოცხლებს და თითქოს თვლი, რომ ეს გამოყოფილი დრო, ანუ სიცოცხლის დრო არ არის საკმარისი იმ იდეის განხორციელებისთვის და აი თვლი, რომ რაღაცეები ტყუილი დროის ფლანგოა და ნუ ახლა ვინც ჩემნაირად ფიქრობს, ის კი გამიგებს, მაგრამ ვინც თulis რომ არსებობს ხარ რაღაცეები, რაშიც ასე ვთქვათ, თვითონ დროს ხარჯავს, მათთვის ეს უცხო იქნება თავისთავად. ხო. ხო და ესეთი ამბები, მოკლედ დღეს ესეთი ამდენი წუთი ვილაპარაკე, ხო, მინდა რომ 15 წუთამდე გამოვიდეს ვიდეო, პატარა ვიდეო, სოციალში ვიყიდი, მობილურს ელოდება. ხო და მოკლედ აი ეს დღეს არაფერი განსაკუთრებული ისეთი არ ყოფილა, უქსო ასე დავამთავრებ მალე, მე უნდა გადავიდე სხვა იმაზე, ანუ კარგი ხანია, აი არ ვიცი ახალ წლამდე ვუტრიალებდი, მოკლედ რაღაცის შეკერვას აპირებდი და რაღაცნაირად გადავდე და ხო იცით, გადადებული საქმე ეშმაკის არისო და მოკლედ ჯერ მინდა რომ ეს დავასრულო, ანუ ბოლომდე დავასრულო, ადრე პარალელურადაც ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ არ მომწონს ეს იდეა, იმიტომ რომ ნუ რაღაცნაირად დისკომფორტიც იქმნება. მოკლედ ამას რომ დავამთავრებ ამ ნაქსოვს, მე იმას შევკერავ და მე აი ესე ეტაპობრივად მივყვები და მინდა კიდე რაღაცა ისეთიც, ასე ვქნა, ანუ უკვე ჩემი ხელობით რა რაღაცები დავიწყო. იმიტომ რომ მოდის გაზაფხული, ეს ისეთი კარგი სეზონია ჩემი საქმიანობისთვის ზოგადად და მოკლედ ესეთი ამბები რა. ხო, დანარჩენს არ ვიტყვი, ხო იცით, გეგმები შეიძლება გახვევანდეს, მაგრამ მე რაღაცა ისე არ გამოვიდეს, ამიტომ ჯობია იყოს ისე უთქმელი ჯერჯერობით, რომ იქნება ისედაც გაიგებთ, იმიტომ რომ რა ვიცი, თითქოს ყველაფერს გიყვები. ხო და მოკლედ ესეთი ამბები. დღეს ესეთი ან განსაკუთრებულად სხვა არაფერი არ გამიკეთებია.
ხვალ მინდა ჩემთან გასვლა და მოკლედ უნდა დავლაგდე რა, დავლაგდე უფრო ასე ვთქვათ აი კიდე ანუ არ მინდა თან გეგმებზე ვისაუბრო ხოლმე ზოგადად და ჯობია გავჩუმდე ამასთან დაკავშირებით, ანუ რაც იქნება მოქმედება და რაც აი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ და ჯერ გადავხტები და ჰოპლას მერე დავიძახებ. ხო, რაც შეეხება ყავას. ყავის დალევა დავიწყე ფაქტიურად უშაქროთ. უბრალოდ როგორ იყო, იცით, ჯერ იყო ერთი კოვზი ჩავყარე. ერთი კოვზი თითქმის გრძნობ რომ თითქოს ანუ არც ტკბილია და არც იქით არის და არც აქეთ რა მოკლედ და ესეთი არ მესიამოვნა და ვიფიქრე უფრო ჯობია რომ საერთოდ ჩაქარი არ გქონდეს ვიდრე ესეთ გემოზე ანუ ყავა დაილიოს თქო და მე გამახსენდა ასე ვთქვათ რომ ადრე რო ვსვავდი შაქროს უფრო მსიამოვნებდა და რაღაცნაირად შაქრის მიმართ ცოტა ისეთი ზიზღის მომენტიც დამებადა. მე ვიძახი თვითონ ანუ სითხეებთან დაკავშირებით. შეიძლება არ ვიცი ჯერ მაგაზე არ მიფიქრი, ანუ ტკბილეულობაზე რა, ნამცხრები და რაღაცა ესეთი, მაგრამ კარგია რომ არ ვფიქრობ და არც მინდა ვიფიქრო, თუ სადმე მოვკარე ხოლმე თვალი, ვცდილობ ხოლმე რომ ანუ მხოლოდ თვალი ის იყოს, ანუ დანახული და არა ვთქვათ ნაფიქრალი და მე წარმოდგენა და რაღაც ესეთი. ეგრევე ვთიშავ ხოლმე იმას რომ ძალიან ზედმეტებში არ გავიდე ფიქრებში რა, ანუ იქ ვთქვათ რაღაცა. ხო, ეხლაც ვაჩერებ ჩემ თავს თუ შემატყობდი. ხო და მოკლედ რაღაცების აკრძალვა ეხლა ცოტა რთული თემა, მაგრამ საჭიროა რომ გამოიმუშაოს ორგანიზმმა ის იმუნიტეტი, წყლის დალევა, ცოტა ისეთი სამაქვს რაღაც ლიტრა ნახევარი მთლად არ გამომდის დღეში და აუცილებლად უნდა მივაქციო მაგასაც ყურადღება, იმიტომ რომ 12-დან 6 საათამდე ისე სწრაფად გადის დრო, რომ აი რაღაცა თვალის დახამხამებაში და არ ვიცი, აი გეფიცებით მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ახლა თან ორგანიზმი რო არ გთხოვს, ხო, ძნელია ახლა ესე მოიყუდო და სვა, ხო? მოკლედ ცოტა არ იყოს აი ძალიან ისეთი რეჟიმი მაქვს. ხო, ველოდები იმ დროს, როცა ეს უკვე ჩვევაში ჩამიჯდება, მგონი ერთი კვირა უნდა იყოს საკმარისი, რომ უკვე ვიგრძნო, რომ ეს არის ჩვევა. ნახოთ, შევხედავთ. მოკლედ ესეთი ამბები. კარგით, აბა, ხოლმე და გემშვიდობებით, მე მაპატიეთ ესეთი პატარა ვიდეო რო გამოვიდა, რომ ესე ექსპრომტად მოვედი თქვენთან. რაც შეეხება კომენტარები, რაღაცა იყო, მინდოდა თითქოს პასუხის გაცემა, მაგრამ მეორე ტელეფონი არ მაქვს, ახლა ვერ ვნახულობ ამ მომენტში. მოკლედ ნოუთბუქი კიდე საშინლად ჭედავს, ძალიან დიდ დროს წამართმევს ახლა რომ შევიჭრიტო. შემდეგ ვიდეოში თუ რაღაცა იყო და გამომრჩა, აუცილებლად პასუხს გაგცემთ შემდეგ ვიდეოში. კარგით, აბა გაკოცეთ დროებით, ხვალამდე.